მიუნხენის უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენცია მსოფლიო ყურადღების ცენტრშია. Სამდღიან ღონისძიებას მსოფლიოს 60-მდე ლიდერი ესწრება. ქართულ ხალხს კონფერენციაზე ერთადერთი წარმომადგენელი ჰყავს და ის საქართველოს მეხუთე პრეზიდენტია. მიუნხენში ჩავედი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე. წინ მნიშვნელოვანი დისკუსიები გველის საქართველოს ევროპულ მომავალსა და უსაფრთხოებაზე. თვალყური ადევნეთ. სალომე ზურაბიშვილმა მაღალი დონის შეხვედრები გამართა ევროკავშირის წარმომადგენლებთან. შეხვდა ლატვიის პრეზიდენტსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს. პრეზიდენტმა მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში სახელწოდებით საქართველოს ყურადღების ცენტრში და რუსეთის ჰიბრიდული ტაქტიკა. რუსეთს სურს შეაფერხოს 30 წლიანი სვლა ევროინტეგრაციისკენ. რუსეთი ცდილობს ეს ყველაფერი უკან წაწიოს და ცდილობს რომ უფრო მარტივად გამოუვიდეს ეს ვიდრე უკრაინაში. რა თქმა უნდა, იქ არ გაუმარჯვია. 3 წლის განმავლობაში ვერ მიაღწია თავის მიზნებს. ძალიან ბევრი დაუჯდა ადამიანური რესურსების თვალსაზრისით. მაღალი რიცხვებია ეკონომიკური ხარჯით და პრესტიჟის დანაკარგი, რომ ვერ შეძლეს იმის გაკეთება, რაც სურდა რუსულ სამხედრო ელიტას და ალტერნატიული ჰიბრიდული სტრატეგია გახლავთ. რატომ არ ვეცადოთ, რომ მივიღოთ საქართველოს სხვა გზით? გავაკონტროლოთ ძალაუფლება საქართველოში. ჩვენ გვყავს ეს მარიონეტული მთავრობა, რომელსაც სურს პუტინის ინსტრუმენტი იყოს და რომელიც იღებს გადაწყვეტილებას, რომ საქართველოს მის ევროპულ გზას დააშოროს და რუსულ გზაზე დააბრუნოს. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის მთავარი საკითხი უკრაინაში ომის დასრულება და ახალი დღის წესრიგია. ამ გარდამტეხ მომენტში, როცა მსოფლიო გეოპოლიტიკურ რუკაზე ახალი კონტურები იხაზება, ისტორიაში პირველად კონფერენციის მიღმა აღმოჩნდა პრორუსი ოლიგარქის ქართული ოცნება. რეჟიმი იზოლირებულია, თუმცა უსაფრთხოების საერთაშორისო ღონისძიებას ოპოზიციონერები ესწრებიან. მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში ჩვენ შევხვდებით ევროკავშირის უმრავლეს საგარეო საქმეთა მინისტრებს, წევრი ქვეყნების რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, თავარი თემა იქნება დღეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისი არჩევნების შემდგომ და ამ კრიზისთან თავის დაღწევის შესაძლო გზები. სამწუხაროდ ჩვენმა დღევანდელმა ხელისუფლებამ ისე დააკარგინა საქართველოს ყველანაირი ფუნქცია და როლი რეგიონალური, რომ დღეს აქ საქართველოს საკითხი თითქმის არც განიხილება. ამიტომ მე ძალიან მიხარია, რომ ვიცი, რომ ქალბატონი პრეზიდენტი დაესწრება მიუნხენის კონფერენციას და ჩვენ ვეცდებით ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოს ხმა აქ ისმოდეს. ქართული ოცნება ერთადერთი არაა, ვისთვისაც ხელის ჩამორთმევა მსოფლიო ლიდერებს ეთაკილებათ. კონფერენციაზე მიწვევა არც რუსულ მხარეს მიუღია. დღეს დასავლეთმა პუტინს კიდევ ერთხელ გაუმეორა, რომ ევროპული უსაფრთხოებისთვის ძირის გამოთხრა არავის შერჩება. პუტინმა დაანგრია ევროპული არქიტექტურა, როდესაც აირჩია კონფრონტაცია და არა თანამშრომლობა და სამწუხაროდ ჩვენ დღესაც გვიწევს გამკლავება მის ომთან უკრაინის წინააღმდეგ. მე თბილად მივესალმები უკრაინის დელეგაციას. ევროპაში, როდესაც ჩვენ გვაქვს უთანხმოება, ერთმანეთთან ომს კი არ ვაწარმოებთ, არამედ ვაგვარებთ ამას ბრიუსელში ან ლუქსემბურგის სასამართლოში. ზუსტი და პირდაპირი იყო საკუთარ განცხადებაში ევროკომისიის პრეზიდენტი. ზელენსკისა და პუტინს შორის სხვაობა იგივეა, რაც განსხვავება სიკეთესა და ბოროტებას შორის. სწორედ ამ სხვაობაზე ისაუბრა ურსულა ფონ დერ ლაიენმა საკუთარ ვრცელ გამოსვლაში. ჩვენ უნდა ვიყოთ ჭკვიანები და კარგად ვხედავდეთ რა გველის წინ. დაწყებული ჩვენ საზღვრებთან აგრესიული რუსეთიდან დამთავრებული გამოწვევებით ჩვენი სუვერენიტეტისა და უსაფრთხოებისთვის. აქ ყველას ესმის რა დევს სასწორზე და რა გამოწვევებია ჩვენს წინაშე. შევადაროთ ერთმანეთს პრეზიდენტ ზელენსკისა და პუტინის მიდგომები. ყველაზე რთულ გარემოებებშიც კი პრეზიდენტი ზელენსკი მზად არის იმუშაოს მშვიდობისთვის, რომელიც შეესაბამება მისი ქვეყნის მიერ გაღებულ მსხვერპლსა და მისი დაღუპული თანამემამულეების ხსოვნას. როგორც ვოლოდიმერ ზელენსკიმ თავიდანვე განაცხადა, უკრაინას ყველაზე მეტად სურს მშვიდობა, რომელიც იქნება სამართლიანი, ხანგრძლივი და უკანასკნელი 3 წლის საშინელებები აღარასოდეს განმეორდება. მეორეს მხრივ პრეზიდენტი პუტინი ამბობს, რომ მზად არის შეხვედრისთვის, მაგრამ რა პირობებით? მან უნდა დაამტკიცოს, რომ მისი ინტერესი არ არის ამ ომის გაგრძელება. მან უნდა გვაჩვენოს, რომ მისი ამბიცია აღარ არის უკრაინის განადგურება. ნება მომეცით მკაფიოდ ვთქვა. სუსტი უკრაინა დაასუსტებს ევროპას, მაგრამ ის ასევე დაასუსტებს შეერთებულ შტატებს. ის დაძაბავს სიტუაციას ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონში და ზიანს მიაყენებს ჩვენს ერთობლივ ინტერესებს. რადგან როგორც დავინახეთ, მსოფლიოს ყველა ავტორიტარი ყურადღებით აკვირდება, არსებობს თუ არა დაუსჯელობა. როდესაც მეზობელ ქვეყანაში იჭრები, თუ არსებობს ნამდვილი შემაკავებელი ძალა. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ სწორად ვიმოქმედოთ.
კონფერენციაზე კიდევ ერთხელ ითქვა, რომ პუტინისა და სიძიპინის რეჟიმები წლებია კანონის უზენაესობის პრინციპს არღვევენ. სწორედ ამიტომ ტრამპის ადმინისტრაცია შეახსენეს, რომ ნატოში ყოფნა ამერიკის შეერთებული შტატების მსგავსი ძლიერი სახელმწიფოებისთვისაც კი კრიტიკულად მნიშვნელოვანია. არც ერთ ჩვენგანს არ აქვს ინტერესი, რომ შეასუსტოს ნატოს შესაძლებლობები და მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველაზე ძლიერ ქვეყნებსაც კი მათ შორის შეერთებულ შტატებს სჭირდებათ ალიანსში ყოფნა 21 საუკუნეში. ამ ომის დასრულება ყველა ჩვენგანის სურვილია და როგორც დასრულდება, ის დიდ გავლენას მოახდენს ჩვენი კონტინენტის უსაფრთხოების არქიტექტურაზე. ჩვენი უსაფრთხოების არქიტექტურა არ უნდა იყოს დაფუძნებული წესების არარსებობაზე, იმიტომ რომ ასეთ შემთხვევაში ჩვენ სხვა ძალებს გაუხსნით გზას, როგორებიცაა რუსეთი და ჩინეთი, ასევე ყველა ქვეყანას, ვინც წლების განმავლობაში აყენებდა ზიანს დადგენილ წესებს. მე ყოველთვის ვამბობ, რომ რამდენჯერაც არ უნდა დაანგრიოს რუსეთმა ხიდები, ჩვენ ისინი თავიდან უნდა ავაშენოთ, რადგან სხვა მეთოდი, რომ უკრაინას გავაგებინოთ, რომ ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ, არ არსებობს. თანამშრომლობაში ყოველთვის უფრო მეტი სიძლიერეა ვიდრე კონფრონტაციაში. ჩვენ ცხოვრობთ ყველაზე მრავალფეროვან სამყაროში, რომელიც ოდესმე ყოფილა და ეს ძალიან კარგია. გარდა ამისა, ქვეყნები, რომლებიც ბოლო დროს გამოჩნდნენ სცენაზე, სვამენ კითხვას, თუ სად არის მათი ადგილი. ამიტომ ჩვენ უნდა მოვახდინოთ მრავალმხრივი სისტემის რეფორმირება, რათა ის უფრო ინკლუზიური და ეფექტური გახდეს. ეგოისტური ნაციონალიზმი ევროპულ ფასეულობებს ეწინააღმდეგება. ევროკავშირის შეიქმნა იმისთვის, რომ არ ყოფილიყო ომები და ეგოისტური ნაციონალიზმი. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია ხვალ გაგრძელდება და მთავარი საკითხი რეგიონული კონფლიქტები და კრიზისები იქნება. კვირას კონფერენციის დასკვნით დღეს კი გაიმართება მსჯელობა მსოფლიოში ევროპის როლთან დაკავშირებით.